როგორ დავაბათ ტვირთი მეგობრებო და როგორ ვაკეთებ ხოლმე ამ რენოს და ახლოვებით აი ესე მაქვს დაყენებული, როცა ვიცი რომ დასაბმელი ტვირთი მაქვს. ოღონდ ეხა შეკრულები არ მაქვს, ეხა უბრალოდ ესე გადადებული მაქვს, რომ იმიტომ რომ აგერ ველოდები ეხლა რა მოკლეს. და მაგიტო არ მაქვს ის შეკრულები, იმიტომ რომ ამით რომ იაროთ, მე ეს კოციალს დაიწყებ და ჩამოცვიდება ხოლმე. ეხა უბრალოდ რამპაზე უნდა მივაყენო. როგორ იმას აქვს, რა ქვია, ეს რატო ვაკეთებთ ეხლა ამას, ხო? ჯერ მოდი როგორ ვაკეთებთ მაგას გაჩვენებთ და მე იმათ რა ქვია. მოგეთ ეს დახოული რემენი როგორ აქვს, ამას უბრალოდ ესე ხელს მოვკიდებ და გავშლით რა თავისთავად. აჰა, ესე გავშლით ხოლმე. და მოვდებთ აი აქ ქვევით, ყოველთვის აქ მოსადებები. აქ უკან ამოსადებები აქვს, ხედავთ, აი სხვადასხვა დირკები აქვს, აი. ერთ-ერთზე ამოვდებთ მოკლედ ამას ესე და ხელს ამოვაყოლებთ აი ესე და გადაუტარებთ ამას იქით ამხრა, აი ეს. მიხვდით, აი ესე ჩამოვიტანთ. ცალი ხელით, რა თქმა უნდა, ვერ არის ახლა ამის გაკეთება, კაი, მაგრამ რა ვქნა. მოკლედ აი ესე ხო ჩაუტარეთ ერთი. მეორესაც, მეგობრებო, აი ესე მოვკიდებთ ხელს და მეორესაც აქით ჩამოუტარებთ ანალოგიურად, აი ეს. ოღონდ ეს შევასწოროთ ცოტა. აი ესე რომ შეისწოროთ ცოტა, საშუალოდ რომ დააყენოთ. მოკლედ აი ესე საშუალოდ რომ დააყენოთ, აი ესეთი რაღაცა გამოვიდა, ეხლა აქ ნახეთ. ხედავთ, აი შორიდანაც რა გამოვიდა, ეს რემენი გავაკეთე ახლა. და მე უბრალოდ თქვენ თუ შორმანძილზე მიდიხართ, ამას აი ესე ადგებით. ამას აი ესე ადგებით და უბრალოდ მოკლედ აი ესე შეკრავთ რა. всё. და მე ეს გადააგდეთ უკან, რო აი ესე უკან გადააგდეთ ხოლმე ეს. რო პაგრუჩიკი რო შემოვა აქ და რაღაცას რო დადებს ეს რო აქით იყოს ესე, ხო შეიძლება აქ პეთი მიაწვეს და ეს მე ვეღარ ამოაცალოთ. და ეხლა ამას რატო ვაკეთებთ ხოლმე ესე, ანუ ეს ყველა მე აი ესე შეკარით ხოლმე, აი ესე და ეს გადაუგდეთ უკან, ესე გაკვანძეთ, ერთი გაკვანძ. და ყველა ესე ჩაილაგეთ ხოლმე. დაახლოებით გეცოდინება თქვენი პალეტი რა მხილებია და ამ ახლოს ან შორს ნუ გააკეთებთ ხოლმე რა. რა გვინდა ეხლა ეს აქ რო დადებენ ამ ხელა ტვირთს, მე რო არ ვიზრომიალ და რაღაცა წინასა გაკეთებული გვაქვს ხოლმე, აი ამას ესე მოხსნით მეგობრებო. აი ამას ესე მოხსნით პირველს და რო გამოკაჩავ, წარმოიდგინეთ ეხლა აქ ტვირთიდებს, აი ესე ტვირთიდებს ეხლა, ან ქვევიდებს, არ აქვს შნოლა. და გამოკაჩავთ მეგობრებო ამას აი ესე ხელით. და აი როგორ გაიხსნება, ხვდებით? ვთქვათ ეხლა აქ არის ხო და აი აქ რო იყოს ეხლა რაღაცა რა. და წკრათ. ეს მოჭიმავს მაგას და გადმოდებთ ეგრევე აქით. და იქით მე ჩალიჩი და ტენტის გახსნა რაღაცები აღარ დაგჭირდებათ ხოლმე. ხო და რა შეიძლება შენახვას არაფერი ჩვეულებრივად აგერ იმავშვებით ხოლმე რა ქვია ესე დავახავთ ხოლმე ამას და ვინახავთ მოკლედ. აჰა, ესე იმას ვიზავთ ხოლმე და ჩავალაგებთ რა. ყუჩს სადაც გვიხვდა და ამ ყუჩს რა თქმა უნდა მე შევინახავთ სადაც ის არის, ქვევით კი რო აქვს. ესე ხდება ეს, ეხლა ტვირთს დამელაგებენ და იმ თვითონ რემნის შაკეტვა და გახსნა როგორ ხდება, მაგასაც გაჩვენებთ. ნუ ეს ესეა, შორიდან რომ ნახოთ. ეხლა ესენი აქით მაღალზე, იმიტომ მაგ და აქით დაბალზე, რომ ესენი უნდა გავხსნა ეხლა აქით. ესენი ესე ამოდის შოულებრივად და იშლება. ამასაც ვიდეოში გაჩვენებთ, ან ეხლა მე ვნახოთ, ეხლა ცოტა დრო მაქვს და შეიძლება ვერ მოვასწრო. აი ესე მოვკიდოთ. და ყველას ესე გადმოვიტანთ მოკლედ. და მე ნუ იქიდან უკვე ადგილას მივავალთ. აჰა, მოკლედ ეს დაგვიდეს. აი ახლა უნდა დავაბა გავხსნა ცალი მხარი და დავაბა. როგორ გავხსნათ ტენტი, ეს კარები დავკეტე მოკლედ. ტენტი როგორ გავხსნათ? აი ესენი ესე ძურება მეგობრებო, აი ესე, აი წკაპ. და ეს უკვე მომძვრალია, მაგრამ მანამდე ამას უნდა მოკიდოთ ხელი და გამოწვდეს, რო არ გამოწვდეს, ეს დაჭიმოს.
ამას მოკიდეთ ხელი და გამოწიეთ აქედან ერთი წაარტყით და ვსიო მოეშვა, ხედავით? და მე აქედან ესე ამოვა, მეგობრებო, ნახეთ კაპა. და იქ ზევიდან კიდე ესე გამოვა. აჰა, გამოვიდა. ეხლა ამას ყველას დავხსნით. აჰა. და ამას გადავკეცავთ ეხლა გვერდზე. და აქაც ანალოგიური გვაქვს სხვანაირი. ოღონდ აქ პროსტა ესე არის, ეს კაპ, აწევ და გამოწვით. всё, უკანაც ესეც უნდა ქონდა, მაგრამ ჩემსაც ახლა არა. ამას ესე ამოკაჩავთ, მოკლედ აქაც გამოიღებთ. და всё, ამას ესე გაასრულ გამოასრებთ ფარდასავით, მოკლედ რა. აი ესე მოკიდებთ ხელს. აჰა. გამოვიდა იქ მოედო ხა პროსტა რაღაც. კარგით, და მე ეს ალუმინები ჩვეულებრივად ესე ამოდის. რომელსაც დავილაგებთ აი აქ. ცალი ხელი ტელეფონი სპერჩატკი მკლავით მიკავი, აქედან ეს ხელთათმანის გამიბანძდა და ვერ გამოვიწყდა უფრო გამოსვლა. ნუ რაღაც ასე ხდება მოუხერხებლად ცალი ხელით, მაგრამ ორი ხელით სხვანაირადაა რა. ხო, ესენი გავხსენი, ხა ესენი აქ დავიმზადრო წინ და უკან დაუდო. ეს როგორ იხსნება, სხვადასხვანაირადაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც იხსნება, მეგობრებო, ნახეთ. ოპ, მოვიდა, ხვდებით? და მე ამასაც გავწევთ გამიწოთ, რო დაწილეთ. ეხლა მე არ მჭირდება, იმიტომ რომ და მე ამას უბრალოდ აი ესე გამოვუწიეთ და აი ესე ჩაუსვით აქ. აი ეს რაღაცა გაიჩნდება. და მე ამას უბრალოდ ესე მიაწვევთ და ისევ ამას ჩაკეტავთ. всё, ეგ არის ამის ამბავი, ესენი დადიან ხოლმე ჩვეულებრივად იქით. ეხლა რემნების შემთხვევაში მე აქ აი ესეთი 5 მაქვს. მაგალითად ეხლა რო ავიღოთ ერთი რემენი. მე გავუკეთოთ რა ვიცი, პირობითად აქ ესე ამოვიდეთ, მეგობრებო. ამას ესე გავისწორებთ, სწორად რო იყოს, ესე რო არ იყოს დახვეული და რაღაცა. მოკლედ აი ეს ხო გავისწორეთ, აი ამას დავიკავებთ ესე. და ეს რემენი არის ესეთი როჟა რა, მოკლედ აი ამას აქ ხელის მოსაწოლი აქ. ეს ხელის მოსაწოლი აი ამას აი აქ კბილებს ხსნის. აი ეს ესე მუშაობს რა, მოკლედ აი ამ კბილებში მე ჯდება. რაღაც ესეთი პრინციპი არის, აი. რაღაც ესეთი პრინციპზე მუშაობს ეს. ასევე ეს უნდა ჩამოიწიოს მე ეს რო დაატრიალდეს, მაგასაც გაჩვენებთ. ხო და ეს რემენი უნდა იყოს ამ პოზიციაში, გაშლილ პოზიციაში. რო აქ ჩვენ ჩაუყაროთ, თუ არ არის ეს რაღაცა ასე თუ დგას, გაისწორებთ ამ დაატრიალებთ. ესე შეისწორებთ რა, რო აქ გაუყაროთ. ხო, აქ მოკლედ აი ესე უბრალოდ ავდგებით და ამას ესე გავატარებთ ამ რემენს ამაში. აჰა, აი ეს. მარტივად მოკლედ. თუ ჩანს ახლა აქედან არ ვიცი. ტესტეს ესე უნდა იყოს, მაგრამ ხელით ვერ ვიკავებ კამერას და აი მოკლედ ესე გამოჩნდება მეგონია. დაახლოებით ეს. და მოკლედ საბოლოოდ გამოგვივიდა აი იქიდან გამოსული, აქ რო ჩავა ესე, აი ესეთი როჟა გამოვა. და მე ამას უბრალოდ ესე მივიჭიმავ ძევით. აი ესე და დავიწყებთ ამის ტრიალს. მოკლედ აი ესე დავიჭიმავ და უბრალოდ ესე დავიჭიმავ. და როცა ამას დავჭიმავთ, მე არ დაგვავიწყდეს ამას ხელი მოუჭირო და აქ ჩავსვათ, იმიტომ რომ ამან ეს კბილი უნდა ჩაკეტოს. ნახეთ, აი ეს კაპრო ეს არ გადმოიწევს. და გახსნა როგორ ხდება, ეს უნდა ჩამოწიოთ ქვევით, რომ ამ კბილებიდან დატრიალდეს, მაგრამ ესე რო არ ვიწავოთ, ნახეთ, ამას სხვანაირი ფორმა აქვს, აქ ამას სხვანაირი ფორმა აქვს, ხედავთ? აი, ეხლა ეს დადის ეს წრე, ნახეთ, აქ სხვანაირია, მაგრამ ამას თუ ზევით გავხსნით და აკვირით რა მოხდება, ეს ხომ მიაწვება იმას. და შესაბამისად მე ეს ამას ჩამოწევს ქვევით და ამ კბილებზე გაანთავისუფლებს. ამის გამო უბრალოდ ესე ხელი მაღლა ავარტყათ ეს ამ მოჭერულზე, აი ესე რომ ავარტყათ, всё, ნახეთ, გახსნა კბილი, ხედავთ? და მე ეს რემენი დატრიალდება უკვე თავისუფლად. всё, სულ ეგ არის ამის ფილოსოფია. და ისევ გამოვაცილთ მოკლედ. და მე ამ ყველაფერს ბოლოს ამ რემეს აქ რო ვარეგდოს, აი შიგნით შევაგდებ და ეგ არის. მოკლედ ეს არის მეგობრებო, აი ესე, აჰა. დავიწყებ ახლა და ყველას ასათაო დავაფო. მოკლედ აი ამასაც გავუგებ მეგობრებო ესე. ამასაც ისე შუაში იშლება აქ. აი ეს დაბ.
ეს თვითი წინ და უკან არ დაწვეს რა. წინაც გავუდე და უკანაც გავუდე. ეს რაღაც გამოვიდა მოკლედ. ახლა ჩავიდეთ აქედან. აჰა. აი ეს რაღაც გამოდის მოკლედ. ეხლა ამასაც დავაბავ და ეგ არის. ხო, კარის გაღება დაკეტვაც როგორ ხდება რა, მაგასაც განახეთ, მაგრამ ამას მიაწვევით და გამოწევთ. მიაწვევით და გამოწევთ. რო გამოაღებთ ამ კარს, მაგ გვერდზე ესე მიმაგდება ხოლმე მოკლედ. აი ამას გამოსაწევი აქ აგერ და ამას გამოწევთ და ესე მოდებთ. ან ესე და ეს უკვე დაიკავებს ამას. და დაკეტვაც იგივენაირად მეგობრებო. უბრალოდ ზევით მივაქციოთ ყურადღება, ზევით კბილი შეიძლება არ დაიკეტოს. აი ხა ამას რო კეტავ, ეს ამაში ესე უნდა შევიდეს და ჩავკეტო, ხვდებით? მაგრამ ზევითაც არ ხმები, ნახეთ ამას ესე რო ვატრიალებ, ამარა უნდა დაკეტოს. ზევითაც ნახეთ რა ხდება, ხედავთ მანდ. ის იმაში უნდა შევიდეს. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ ხოლმე, როცა ვკეტავთ, მართლა ვკეტავთ ესე, ჯერ მე ამას. ესე მივაწვევი, ჩაიკეტებ და ზევითაც ვნახავთ. ხო, ნამდვილად ჩაიკეტა. ჩემ შემთხვევაში ჩაიკეტა. აქ მოკლედ ესე სიტუაცია გვაქვს და წავედი ხა დაუძახო იმას ფოტო გადავიღოს იმ ტიპმა. ესენი დაბმულია, წინ გადებულია, გამოდებულია და ეგ არის. წავედით. გადავიღოს მოკლედ ფოტო და ეხლა ავშვევით. ამას მოვკიდებთ ხელს და ესე გამოვასრიალებთ აქეთ მოკლედ. აჰა, ხო გადმოვიდა ბოლომდე. იქ წინ ჩავსვი, ხა როგორც ასევე როგორც აქ ჩავსვავთ. მოგეთ აი ამას მანდ ესე შევსვავთ, აი ჭრილია, ხედავთ? ეს ამაში ესე უნდა შევიდეს შიგნით. ამიტომ ამას აი ესე გავუსენტრებთ, მე ამას უბრალოდ ზევით ავაწვევით ოდნავ და აქ აი ამას ჩავსვავთ იტოქში. აგერ ამასაც კვადრატია და ამასაც კვადრატია აქ. გალუკის კლუჩისავითაა რა მოკლედ. აი ეს როგორც კი გადაატრიალებთ, სადღაც ის თავის ადგილს იპოვის რა და ხო, ეს ესე ჩაჯდება მოკლედ ამაში, ზევითაც შემჯდარი. და ეხლა ეს ტენტი ესე რო არის, ეხლა უბრალოდ მოკიდებთ ამას ხელს და უკან გამოწევთ და თავისი დაიჭიმება, აჰა. აი ნახეთ როგორ დაიჭიმა, ხედავთ? აჰა. ამდენი არ უნდა, მაგრამ რამე ასეთი ესე იჭიმება მოკლედ ამ პრინციპს. და ჩვეულებრივად ამას მე აგერ ამოსადებები აქვს რკინაზე, მარტო ამაზე კი არ ამოდოთ ესე კი არ ამოდოთ. აი ეს აქვევით რკინაზე უნდა ამოედოს, ანუ ეს გახსენით და აგერ რკინიანად ამოედება მოკლედ აგერ, აი ეს და მე უკვე დაჭიმავთ. всё, ეს მოდებულია და ამას ესე დგავთ, ჩაკეტავთ. ცოტა უფრო ისე რო ვქნათ, არის ესე მოკლედ დგავ. არაფერი რთული და განსაკუთრებული. თუ რაღაცა საშინელი ძველი პრინციპი და რაღაცა არ არის სადმე, ეხლა ეს ძალიან ძველი პრინციპია, მართლა გითხრათ. ესეთი პრინციპები პირველ კომპანიაში რომ მუშაობდი, იქ მაგან. ხოდა. აი პრინციპი და ახალი პრინციპი როცა გაქვს, აი მართლა არაფერი, ამაზეც არაფერი არაა, მაგრამ ზოგადად ვიზარში რა. ჭერის გახსნა კიდე, მაგრამ თვითი ინვესტორი ეგრო გამხსნებოდა ჭერის გახსნასაც განახებთ. აჰა, მოკლედ ესეთი ამბავია აქ. რომელი ამბავიც აქ არ მოგწონს, ნახე მეგობრებო, ზევით არ ჩაჯდა, ხედავთ? ეს პრინციპი რომ მომიყვანეს, მაშინაც ამოვარდა ეს გზაში და სავარაუდოდ ეს ცუდი როა, უკვე ძველი როა, თავისი როა მოჭმული. შეიძლება მაგითაც ისეთი ნახმარი, ეს გაღუნული არ უნდა იყოს ესე. ეს უნდა იყოს აი ეს სწორედ. აი ეს სწორედ უნდა იყოს რა. აი ეხლა უბრალოდ მოუშვებ აქედან. ისევ ანუ ასე ვერ გამოწევთ, ეს რო გამოწევთ, ჭიმავთ. просто ამას ესე მოვკიდებ და გადმოვწევთ. დავარდღი, всё, მოეშვა ეს. დებით, მე ცოტას ესე ხელითაც წაეშველებით, თუ ჩემნაირი ჯღანი პრინციპი ყავთ მოკლედ და. მაგრამ ის ეგეთები არ გეყოლებას. ეხა ამასაც იმას ვიზავ რა, ფეგონ ცალი ხელით ვერ ვიზავ, მეგობრებო, ამასაც ორი ხელით უნდა ვქნა, ჩვეულებრივად ესე გადამოვწევ, პრინციპი იგივეა.
პრინციპში აგერაც ჩახტა ეხლა რა ვიცი აბა არა ზევით უნდა მიშველება ეს გაღუნულია და ეს რო იყოს მატრიალებს მაგრამ ეს რო გაღუნულია როცა ტრიალებს კაკრას ეგ გარეთ გადმოდის მე ეგ ამბავი ხდება მანდ ხა უცებ ორი ხელით ანუ რა ვქენი უბრალოდ ეს ერთ კბილზე ეს რო აქ იყო ეს ამოვიღე ეს გავწიე და მე ჩავს ერთი კბილით მეწე და წავიდა ეხლა გადაჭიმავს всё გატკიცინებულ თოთ ბანზია და 9 ჯერაა ის რა ქვია აი ტენტი გაჭრილს ამას გეუნებით აი ამას ჭრიან ხოლმე ეს შეიძლება გაჭრან ანა ეს გაჭრილი არის ხა ეს დიდია გაჭრი შეიჭრდებიან ხოლმე ხანში ეს ტენტი მეტი არის ნაომარი ეს მოკლედ მეორე მსოფლიოს დროინდელი საბმელია აქითაც არის ჰე პატარა სმაილიკებს ვძახით ამასა სმაილ აი მოკლედ ეგ არის გადავამოწოთ ყველაფერი ეს არ დამჩეს კიდე უნდა მას დაჭიმა ერთი მოუჭიმე არ ვაწყენი всё ეგ არის თქვენი ტვირთის ტენტის გახსნა ტვირთის დაბმა და ის რა ქვია რემნები და ასე შემდეგ ჭერის გახსნა არ კიდე მაგას წალკე განახეთ მე სხვა ვიდეოებშიც წავედი აი ხა გამოვედი მეგობრებო და დაახლოებით იქ ვიყავი ხა დატვირთვაზე და უნდა გავიარო დაახლოებით სოფლები და რაღაც ქალაქები და განახებთ ხა რა ჩანს აი ტრაილერის კაბინიდან ზოგადად რისი დანახვა შეიძლება უბრალოდ ესე გავლით ახლა სოფლით მივდივართ ესე ხა სხვაგან მივყავარ მაგრამ პირდაპირ წავალ დიდ მანქანის ნავიგაციას გავყვები რა თქმა უნდა აი ამას გეუნებით რომ პატარა მანქანის ნავიგაცია სხვა არის იმას არ ენდო თქო არც ამას არ უნდა ენდოთ მაინც ზნაკებს უნდა ენდოთ თქვენ თავს უნდა ენდოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ესე წავალ და ეს უნდა გავიარო 1.35-40 კილომეტრი სხვადასხვა სოფლები რაღაც მინდვრები და ისინი რა ქვია მოკლედ სხვადასხვა ისინი და ეგ ანახებთ ახლა ყველაფერს რა